ვფიქრობ, ძალიან ბევრი ესეთი ადგილია გურის სამივე მუნიციპალიტეტში, სადაც ამ დროისთვის არც გზა, არც შუქი, არც წყალი აქვს და ადამიანებთან კომუნიკაციაც შეწყვეტილია. ერთი კვირა ადამიანები ეძებენ ოჯახის წევრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩარჩენილი არიან მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით. წუხელ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სურებისკენ მიმავალი გზა, მაგალითად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იწმინდებოდა, თუმცა ჩვენ ადგილობრივები გვწერენ, რომ არა მოხალისეების გუშინ იქ ფეხით ასვლა, ბილიკების გაყოლა უბრალოდ ადამიანების შიმშილით მოკვდებოდნენ. წამლები არის ყველაზე აუცილებელი, რაც სჭირდებათ ადამიანებს სოფლის ახლებში ჩარჩენილ ჩაკეტილ მოხუცებს და რომ არა მოხალისეების ესე 24 საათიანი მუშაობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ვერაფერს ვერ გახდებოდნენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ დავადასტურეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ მოხალისეების დახმარებით სარგებლობენ იმ მოხალისეების, რომლებსაც სოციალურ ქსელში ლანძღავენ, აბულინგებენ, ემუქრებენ, თუმცა შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ოფროუდის მანქანებით, ოფროუდის კლუბის დახმარებით მუშაობენ. გუშინ ჩვენ მაგალითად ვნახეთ ქართული ოცნების დეპუტატი მარიკა ჩხიკუშვილი ოფროუდის კლუბთან ერთად როგორ დადიოდა სოფელში. კი, ისინი დადიან მოხალისეთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში სერიოზული ბულინგია მათ წინააღმდეგ დაწყებული, თუმცა ხელისუფლებაც კი რასაც არ აღიარებს, იმას აკეთებს კადრებს მიღმა. სწორედ მოხალისეები არიან ის ადამიანები, რომლებიც მაშველებს, ექიმებს, სამხედროებსაც კი ეხმარებიან და სწორედ მათი დახმარებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ დროისთვის ათობით სიცოცხლეა გადარჩენილი. ვართ ხოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმადვაბზოში, თავკობურში მანქანაა გაჭედილი გზაზე და ესე პროდუქტებით და წამლებით გვიწევს ფეხით ატანა, რადგან გველოდება იმედით მოხუცი ქალბატონი, რომელსაც წნევები აწუხებს და პირველ რიგში ელოდება წამლებს, მედიკამენტებს, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ძირითადად ორიენტირებული ვარ წამლების მიწოდებაზე და პროდუქტებიც გამოვუყოლეთ გარკვეული სახის, რაც შეიძლება რომ გაჭირდეს. ეს გზა ჩახერგილი, იმიტომ რომ გაჭედილია და ვერ გადაადგილდება ტრაილერი გზაზე. ძალიან ბევრ ადგილას არ არის გაწმენდილი ადგილები. სადამდეც შეგვიძლია სიტყვაზე მანქანით მივდივართ, დანარჩენ ადგილებში გადავადგილდებით ან ფეხით, ან დრონით შეგვიძლია წამლების გადატანა და ვეხმარებით წამლებითაც გადაგვაქვს. დიდ მავალი მანქანები, რომლებიც არის ესე რომ ვთქვათ ბურანი და სხვა მანქანები, ვისაც შეუძლია გადასვლა, გადადიან და ასევე გვაქვს ლიჟებზე მოსიარულე ჯგუფი, რომლებიც ეხლაც ამ წუთას არიან ერთ-ერთ სოფელში. სამებაში არიან წასულები, გაიხსნება ცხელი ხაზი ჩოხატაურის ცენტრში და ნებისმიერი ახლო-მახლო სოფლებში ვინც კი იქნება, შეიძლება ჩვენთან შეხმიანება. როგორც ისმენდით, რომ არა მოხალისეებს ესეთი მობილური მოქმედება მათი მიერ შექმნილი და დაკომპლექტებული ჯგუფები გაცილებით უარესი მდგომარეობა იქნებოდა გურისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა ბევრი რამ გააკეთა, შეგროვდა დახმარებები, გააკეთა ფონდი, სხვათა შორის მერიის ადმინისტრაციული შენობის გვერდით სპორტის სასახლეში ეს ტვირთი შეგროვებული და არიგებენ ჩვენ სოციალურ ქსელში ხვდებით არაერთ ესეთ პოსტს. კი, ნამდვილად ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიაქვთ ადამიანებთან პროდუქტები, თუმცა ირკვევა რომ ეს ადამიანები აი მაგალითად სოფელ ასკანაში ახლა მაყურებელი კადრშიც ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ეს არ არის ერთი შეტყობინება, ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი ადამიანი გვწევს, რომ მაგალითად სოფელ ასკანაში მესამე დღეა დახმარება დევს, არ არიგებენ დასახმარებელთა სია, არათუ გამგებელმა, არამედ ოცნების აქტივისტმა შეადგინა საახლობლოსთვისო და გთხოვენ რომ დავეხმაროთ, იმიტომ რომ ადამიანებს ასკანაში, ასკანა მაღალმთიანი სოფელია და იქ-ის ნაწილი ახლაც არ არის გაწმენდილი, ადამიანებს დახმარება სჭირდება და მეორე შეტყობინებაც არის მსგავსი, რომ ოჯახებში არიან ადამიანები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ საკვები და დახმარება ყველა სახის, თუმცა გაასაჯაროეთ ძალიან გთხოვთ, ხალხში დახმარება ჯერ არ დაურიგებიათ, იქნებ მოიფიქრონ და მოგვიტანონ ძალიან ცუდად ვართ, არ გვძინავს ხალხი ცუდ დღეშია, ვიღაც მაია სადაქალოებს ურიგებს მუნიციპალიტეტის შემწეობას გაასაჯაროეთ გთხოვთ. აი ესეთი შეტყობინებები შემოგდის ჩვენ ძალიან
ძალიან ბევრი, ბუნებრივია მათ ვინაობას არ ვასაჯარებდა. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან სერიოზული ბულინგი და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ მუქარა და შანტაჟია დაწყებული იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც გვწერენ, გვეწერებიან, გვიყვებიან ამბებს და იმ რეალობას გვანახებენ ყველას ერთად, რაც არის ამ დროისთვის გურის მაღალ მთიან სოფლებში და ამის შესახებ ჩვენს მომდევნო გამოშვებაში მაყურებელი უფრო მეც კონკრეტულ ფაქტებს და კონკრეტულ მტკიცებულებებს მოისმენს თუ როგორ ხდება ადამიანების დაშინება. ჩვენს ბუნებრივი ასკანის შემთხვევა გადავამოწმეთ, ვეცადეთ გადაგვემოწმებია სოფელში მერის წარმომადგენელთან, მან ჩვენი კითხვა მოისმინა, თუმცა პასუხის გაცემა როგორც ჩანს საპასუხო არც არაფერი არ ქონდა. პროდუქტები რო აიტანეთ სოფელში მე 13 დღეა რატო არ დარიგდა მოსახლეობაში? ბატონო? ნახვამდის. რა ნახვამდის? რატო არ აგირიგებთ თქო გეკითხებით? ახლობლებს ურიგებენ? აი ესეთია ხელისუფლების პასუხი ადამიანების გაჭირვებული ადამიანების დახმარების იმედად მყოფი ადამიანების პასუხზე ჩვენ ეს შეტყობინებები ბუნებრივია მივაწოდეთ შტაბებს, მოხალისეების შტაბებს და ამ ადამიანებს ხელისუფლებისგან განსხვავებით ნამდვილად მიუვა შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, იმიტომ რომ ოფროუდის ჯგუფები და ადამიანები უკვე წასულები არიან ამ ადამიანებისთვის პროდუქტების დასარიგებლად, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ როდესაც ამ ამბავს ვარკვევდით დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი დაგვიკავშირდა, გითხრა რომ არ ქონდათ და ასევე გითხრა რომ ოფროუდერების დახმარებით დღეს ასკანაში აუცილებლად დაურიგებენ ადამიანებს პროდუქტებს. ბუნებრივია ჩვენ ამ ინფორმაციასაც გადავამოწმებთ, რაც შეეხება ზოგად სურათს, საკმაოდ რთული სურათია. თოლმან დნობა დაიწყოთ, ხედავთ ალბათ ჩემს უკან ხეები არის მთელს ქალაქში წაქცეული, დაშლილია ათასობით სახლი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უამრავი ჯერჯერობით ზარალზე საუბარი არ არის, არავის დაუთვლია და ბუნებრივია ვერც დაიქმნა, თუმცა უკიდურესად რთული ვითარება თოვლის დნობასთან ერთად არის ყინვები და გაცილებით ართულებს ეს სამაშველო ღონისძიებებს და ადამიანებთან მისვლას. თუმცა როგორც გითხარით, ამ დრომდე 20-მდე სოფელი ისევ არის გარესამყაროს მოწყვეტილი და ადამიანები ისევ დახმარების მოლოდინში არის. მადლობა, ეს იყო ნატო გოგელია.